რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიაზე დასასწრებად შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში შეხვედრები გამართა. საქართველოს პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ჯონ ბონერს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელთანაც ბონერმა შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართული სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღესვე მიხეილ სააკაშვილი კონგრესის დემოკრატიის კომისიის სრულ შემადგენლობას, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. დოკუმენტი ჯონ ბონერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს კონსტრუქციული დიალოგისთვის. საქართველო ტერორიზმისა და რადიკალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მადლობას ვუხდით საქართველოს ავღანეთსა და ერაყში გაწეული სამხედრო დახმარებისთვის და პატივს ვცემთ იმ ქართველებს, რომლებმაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შესწირეს თავი, წერია განცხადებაში. ჯონ ბონერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც დაეხმარება საქართველოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიისკენ ისწრაფვიან. ვისაუბრეთ ასევე ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, როგორიც არის მთავრობის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართვა და მათი როლი და პოლიტიკური კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის აუცილებლობაზე, წერია განცხადებაში. საქართველოს საელჩოს ცერემონიაზე მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა სენატორს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული ღვაწლისა და თანადგომისთვის. თავის მხრივ ჯოზეფ ლიბერმანმა მადლიერება გამოხატა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისთვის. კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკის მხარის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ისაუბრა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე და მწვავედ გააკრიტიკა რუსული პოლიტიკა, რომელსაც ავტოკრატული რეჟიმი უწოდა. მაქვს პატივი გადმოგცეთ ყველაზე მაღალი ჯილდო, რაც ჩემს ქვეყანას აქვს. მსურს რამდენიმე სიტყვა თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავთ ჩვენთვის და რატომ ბრძანდებით გამორჩეული პიროვნება ჩვენაირი მებრძოლი ხალხისთვის. ვაშინგტონში ბევრი წელია ჩამოვდივარ 90-იანი წლების დასაწყისიდან. ერთის გავიგე, რომ ამ ქალაქში ადამიანებს ყოველთვის არენდობიან, მაგრამ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ არიან ისეთი გამორჩეული პიროვნებები, ისეთი იდეალისტები, როგორიც თქვენ ხართ და მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რამე ხდება, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელის ძალა სწორედ თქვენ ბრძანდებით. მიუხედავად იმისა, რამდენად პატარა ქვეყანა ხარ, რამდენად ჩორს ხარ, რამდენად რთულია შენ წინ არსებული გამოწვევები, თუ ფიქრობ, რომ მართალი ხარ და არსებობს კიდევ სხვა, ვინც შენსავით ფიქრობს, სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა და სწორედ ამას წარმოადგენთ ჩვენთვის. ჩვენ აღფრთოვანებით ვაკვირდებით თქვენს გამორჩეულ კარიერას უკვე დიდი ხანია. მახსოვს დრო, როდესაც საერთოდ არ აღელვებდათ ბოსნია. ამბობდნენ, რომ ეს ძველი საუკუნეებიდან გადმოყოლილი გაურკვეველი შუღლია, რომელთანაც ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. თქვენ ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი იყავით, რომელმაც ხმა მოიღეთ ადამიანის უფლებების, ღირსების, თავისუფლების და ამერიკის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ. ეს ასეთი დამთხოვა ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ბოსნიის თემა, ასევე საქართველოს გვერდით დადგნენ. არის მსგავსებები, გამოწვევები, რომელიც ამ ორივე შემთხვევაში არსებობდა. მე ძალიან კარგად მახსოვს წერილი, რომელიც თქვენ ადმინისტრაციას ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ მიწერეთ. თქვენ აქტიურად მოუწოდებდით მათ წინ წაეწიათ ჩვენთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი. თქვენი რჩევა აქტუალური იყო, თუმცა სამწუხაროდ ამ დროს ნატო აღარ იყო ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში და აქ უკვე სხვა მეკავშირების საკითხიც დადგა. საქართველოს ოკუპაციის დროს იყო რამდენიმე პიროვნება, რომელიც საკუთარ განრისხებას არ მალავდა. აგვისტოს პირველ რიცხვებში, როდესაც ოლიმპიადა იწყებოდა, პოლიტიკოსების უმეტესობა არდადეგებზე იყო. სხვები პეკინში იმყოფებოდნენ. მე ვცდილობდი დავკავშირებოდი სხვადასხვა პირებს, მაგრამ მათ უმეტესობასთან სწორედ ამ მიზეზების გამო დაკავშირება არ ხერხდებოდა. მე მახსოვს თქვენი ჩამოსვლა და ის ვახშამი, რომელზეც თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობოდა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენ მომავალი ნამდვილად გვქონდა. ამ დღეებში გადავიკითხე სტატია, რომელიც თქვენ მაშინ გამოაქვეყნეთ. ჩვენთვის ეს უკვე ისტორიაა, მაგრამ ეს ყველაფერი კვლავაც აქტუალურია. მინდა თქვენი ციტირება მოვახდინო. ეს ისტორიის ის მომენტია, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს დემოკრატიებმა გამოხატონ საქართველოსადმი სოლიდარობა. რუსეთის აგრესია არ არის მხოლოდ ევროპის საზღვრებთან დემოკრატიის შევიწროების მცდელობა. ამას გავლენა აქვს ჩვენს კონტინენტზე არსებულ ღირებულებებზე. რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრა წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ამ პოლიტიკური ესტაბლიშმენტისთვის ბალკანეთზე მომხდარი ეთნიკური წმენდის შემდეგ. არავის არ დაურქმევია სახელი ამ ყველაფრისთვის ისე ზუსტად, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ იმ დღეებში. ჩემი ქვეყნის 20% კვლავაც ოკუპირებულია, 9,5 მილიონი ადამიანი განდევნილია სახლიდან. ისინი იდევნებოდნენ ეთნიკური ნიშნით, მაგრამ ჩვენ მაინც ვართ ქვეყანა, რომელმაც ამ აგრესიიდან 3 წლის შემდეგ მოახერხა გამხდარიყო ყველაზე გამორჩეული. კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ტრანსპარენტი ინტერნეიშნალის კვლევით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით ჩვენ ნომერ პირველ რეფორმატორად დაგვასახელეს. გვაქვს მყარი ეკონომიკური ზრდა და გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჯერაც საკუთარი მომავლის. როდესაც დღეს შეხვედრებს ამ ყველაფერზე ვყვები, მეკითხებიან, როგორ არის ეს შესაძლებელი, ამას რაციონალური ახსნა არ აქვს. მე ვფიქრობ, ზოგჯერ არარაციონალურით შეიძლება მოხდეს. მე ვფიქრობ, სწორედ ირაციონალურად ვართ აქ და ასეთივე აუხსნელია ისიც, რომ არის სხვა ძალა მსოფლიოში, რომელიც სიკეთეს ქმნის. ეს ძალა აქ არის ამ ძალის წარმმართველი ერთ-ერთი ლიდერი, სწორედ თქვენ ბრძანდებით. მთელი ჩემი ცხოვრება მჯეროდა, რომ საბოლოოდ სწორედ კეთილი გაიმარჯვებს და მჯერა, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სურს გადმოგცეთ ეს ჯილდო. But on behalf of my country, I would like to give you this medal. Thank you. And actually, this one represents as a medal of St. George, and that's what St. George is. Responsibility. დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. მე მინდა გავიხსენო ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა თავისუფლების გამტკიცებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. პრეზიდენტი ნიქსონი ცდილობდა დემოკრატიული ძალები დაეცვა რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც. სამწუხარო ის არის, რომ მრავალი წლის შემდეგაც მთავარი მიზანი ამ ქვეყნებში თავისუფლების გამტკიცება მიღწეული არ არის. ჩვენი იმედები თავისუფალ თანამედროვე რუსეთზე არ არეალიზებულია. რუსეთში არ არის დაცული კანონის უზენაესობა. რუსეთი კვლავ აგრესიულად ეპყრობა თავის მეზობლებს, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ის ამისთვის აგრესიულ ტაქტიკას მიმართავს. იყენებს ენერგორესურსებს, ახორციელებს კიბერშეტევებს. საქართველოს შემთხვევაში ეს იყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაპყრობა, რაც საქართველოს ტერიტორიის 20% შეადგენს. აგვისტოს ომის დროს სენატორ მაკ-კეინს საპრეზიდენტო კამპანია ჰქონდა. მე გეტყვით, რომ მან გაცილებით ნაკლები დრო დაუთმო რესპუბლიკელ მაღალჩინოსნებთან საკუთარი კამპანიის განხილვას, ვიდრე საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებებს. აგვისტოს ომიდან 2 წელიწადნახევრის შემდეგაც რუსებს თქვენი ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული. ამიტომ ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყოველთვის და ყველანაირად. იმისთვის რომ ეს ყველაფერი უკან გავაბრუნოთ. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიქნებით იმიტომაც რომ ვიზიარებთ თქვენს ღირებულებებს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი ლიბერალური რეფორმებით, იმით რომ საქართველოს შეამცირა კორუფცია და რომ რეფორმების გზაზე დგას, რადგან რაც უფრო დემოკრატიული იქნებით, მით უფრო სოლიდური იქნება ნატოს, ევროკავშირისა და ამერიკის დახმარება თქვენი უსაფრთხოებისთვის. სულ ახლახას მე და სენატორი მაკ-კეინი ვსაუბრობდით, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვითი იარაღით, იმისთვის რომ თავი დაიცვას რუსი ოკუპანტებისგან. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ ევროპაში თქვენს მიერ გამოთქმულ ინიციატივას, რომ საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებას, მაგრამ თქვენ გჭირდებათ იარაღი იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი. მე არ ვიცი ვიმსახურებ თუ არა ამ მედალს, მაგრამ როდესაც მას გაძლევენ, უნდა თქვა მადლობა და ამავდროულად უნდა გააგრძელო ის საქმე, რისთვისაც გაჯილდოვებენ. ჰილარი კლინტონის, კონდოლიზა რაისის, მადლენ ოლბრაიტისა და მსოფლიოს სხვა წარმატებული ლიდერების შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი იმ საქველმოქმედო აქციის წევრი გახდა, რომელიც მსოფლიოში მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნავს. გუშინდელი ბავშვები, ასე ქვია წიგნს, რომელშიც საქველმოქმედო ფონდმა გადავარჩინოთ ბავშვები მსოფლიოში 100 გამოჩენილი ადამიანის ბავშვების ფოტო დაბეჭდა. გამოცემის რეალიზაციიდან შემოსული თანხები მზრუნველობა მოკლებული პატარების საკვებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფას მოხმარდება. მიხეილ სააკაშვილს ამ აქციაში მონაწილეობის მიღება ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრაიერმა თავას თხოვა. საქართველოს პრეზიდენტის ფოტო უკვე შეიტანეს ახალ პროექტში. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ გადავარჩინოთ ბავშვები უკვე მსოფლიოს პატარების დასახმარებლად $1 მილიარდი გამოყო. ჩემმა კალიფორნიელმა ხელოვანმა მეგობარმა გადაწყვიტა შეეგროვებინა მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების ბავშვობის ფოტოები და გამოეცა წიგნის სახელწოდებით გუშინდელი ბავშვები, საიდანაც მიღებული მთელი შემოსავალი Save the Children's ფონდს მოხმარდება. ამ პროექტში მონაწილეობენ ბარბარა სტრეიზენდი, კლარკ გეიბლი, ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი, კონდოლიზა რაისი, ბევრი კინოვარსკვლავი, პირველი ასტრონავტი ქალი სალი რაიდი. ამ ადამიანებმა მოგწირეს თავისი ბავშვობის ფოტოები, რადგანაც პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვენი ასეთი დიდი მეგობარია და გამორჩეული მსოფლიო ლიდერია, მე ჩავთვალე, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მასაც უნდა მიიღო. მას რამდენიმე თვის წინ მთხოვე ფოტო და იმისი პორტრეტი, რომელიც წიგნში გუშინდელი ბავშვები დაიბეჭდება სხვა წარმატებულ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც მსოფლიოს და შეერთებული შტატების ცხოვრებაზე თავისი კვალი დატოვეს. სერგეი ლავროვი საერთაშორისო თანამეგობრობას აკრიტიკებს წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე რუსთავი ჟურნალისტის თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე, როგორ აფასებს რუსეთი ტერმინ ოკუპაციის დამკვიდრებას, რუსმა დიპლომატმა გაღიზიანება ვერ დამალა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან განსხვავებით რუსეთი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან როგორც სუვერენულ ქვეყნებთან ისე ურთიერთობს. ლავროვი იმასაც აცხადებს, რომ რუსეთი ყველა თავისი მოქალაქის უფლებებს თანაბრად დაიცავს.
სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩვენ მყავს ელჩები, საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში მუშაობს, ასევე მოსკოვში. ტერმინ ოკუპაციას უტოვებ იმ ავტორების სინდიზე, ვინც ეს სიტყვა დოკუმენტებში გამოიყენა. რაც შეეხება კომისიას, ჩვენ ყველა კანონიერ პრეტენზიას დავაკმაყოფილებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის მოქალაქეებს ეთნიკური და ეროვნული ნიშნით არ ყოფთ. ჩვენ ყველა ჩვენ მოქალაქეს ვიცავთ და მათი უფლებები სრულად იქნება დაკმაყოფილებული. მაშინ როცა ლავროვი საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე საუბრობს, მისივე უწყების ერთ-ერთი ჩინოვნიკი სოხუმში ღიად აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველები საკუთარ ქონებას ვერ დაებრუნებენ. გადაწყვეტილება ეგრეთ წოდებულ რუსულ-აფხაზური კომისიის ხდომაზე მიიღებს. რუსეთში მცხოვრები ეროვნებით ქართველი, აფხაზეთში უუფლებოდ ჩაითვლება. ქონებრივი დავის განხილვის კომისია ქართველების სარჩელის განხილვაზე უარს აცხადებს. ქართული მხარე რუსულ-აფხაზურ გადაწყვეტილებას ეთნოფაშიზმს უწოდებს. კომისია არის არის ორი დამნაშავებული კლანისგან შემდგარი ბანდა, რომელიც ნადავს იყოფს. ამას აქვს ერთი შეფასება, ეს არის ფაშიზმი. ეთნოფაშიზმი და ის რომ რუსეთი არც ერთ თავზე აღებულ ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს, მათ შორის მაგალითად ადამიანის უფლებების ქარტიას და ასე შემდეგ, ეს ყველამ დიდი ხანია ვიცოდით. რა ვირტუალური რეალობაც არ უნდა შექმნან, რა კრიმინალური დაჯგუფება არ უნდა შექმნან, რაც არ უნდა დაარქვან ამ კრიმინალურ დაჯგუფებას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია არის გარდაუვალი. ოკუპანტები მით უმეტეს აკეთებენ იმას, რაც მარიონეტებს უნდა და რაც თვითონ უნდა. რატო როგორ დაუშვებენ ისინი ქართველების დაბრუნებას, როდესაც იმ მიწებს, იმ სახლებს, იმ ბინებს დაეუფლებიან თვითონ ოკუპანტები და იქნებიან იქ. და შე რომ მიხვალ იქ ბუნებრივია, მათ უნდა ჩაიწიონ, ან და საერთოდ გავიდნენ და ეს გასვლამად იქიდან არ უნდა. ქართველთა დისკრიმინაციისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარეს გამოეხმაურა. დავით ბაქრაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქონების ჩამორთმევის პროცესს უკანონოს უწოდებს. თავად პროცესი ეგრეთ წოდებული ქონების დაბრუნების არის სრულიად უკანონო, ვინაიდან აფხაზეთში, რომელიც არის დღეს ოკუპირებული ტერიტორია და სადაც განხორციელდა ქართველთა მასობრივი ეთნიკური წმენდა, ვერანაირი ქონებრივი უფლებების აღდგენაზე და ქონების განაწილებაზე საუბარი ვერ იქნება, მანამ სანამ არ დასრულდება ოკუპაცია და არ დაბრუნდება ყველა ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში. ამიტომ პროცესი არის თავისთავად სრულიად უკანონო, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ უკანონობაში კიდევ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთხელ მოქალაქეების დაყოფა მოხდეს, ადამიანების დაყოფა მოხდეს ეთნიკური ნიშნის მიხედვით, კიდევ ერთხელ ძალიან კარგად ადასტურებს ხასიათს და ბუნებას, როგორც მოსკოვში, ასევე სოხუმში მყოფი ხელისუფლებების. ლიტვის დამოუკიდებლობის 20 წლის თავი თბილისში აღნიშნეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ლიტვის ელჩმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინეთში ამკეს. შემდეგ კი დავით ბაქრაძემ და იონას პასლაუსკასმა ვილნიუსის პარკში 1991 წელს დაღუპულებს მიაგეს პატივი და მათ უკვდავ საყოფად მარადიული ცეცხლი აანთეს. პარკში ნაჩვენები იყო 20 წლის წინანდელი მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმიც. დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავის დროზე თავის შესწირა ლიტვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მაშინ 90-იან წლებში ეს არ იყო მხოლოდ ლიტვის დამოუკიდებლობა, მაშინ საქართველოს, ლიტვის და ყველა სხვა მაშინდელი საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მიდიოდა პარალელურად და იმ ადამიანებმა, ვინც თავის შესწირა ვილნიუსში, იმ ადამიანებმა, ვინც თავის შესწირა 9 აპრილს თბილისში, სწორედ მათმა თავგანწირვამ და მათმა გმირობამ უზრუნველყო ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველა ქვეყანამ ყველა 15-ვე რესპუბლიკა მიიღო დამოუკიდებლობა. ლიტველები ამ დღეს ყოველ წელიწადს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს დღე ისტორიულად მართლაც დიდ დატვირთვას ატარებს. მთავარი აზრი კი ის არის, რომ დღესაც ახსოვთ ახალ თაობას თუ რამ ხელმძღვანელი გაიღეს მათმა წინაპრებმა თავისუფლებისთვის. ისინი ნამდვილი გმირები იყვნენ. მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება. ეს არის ისტორიული უდიდესი ტრაგედია, როდესაც ახალგაზრდა სრულიად უდანაშაულო ხალხი ემსხვერპლა და შეეწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ერთის მხრივ ეს არის ტრაგედია, მეორეს მხრივ ძალიან პატივსაგები მიზეზი იმ ხალხის და იმ ადამიანების, რომლებმაც რეალურად ბოლომდე იბრძოლეს თავისუფლებისთვის. ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. მოხსენების მიხედვით საქართველოში, რომელიც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას განეკუთვნება, სიტუაცია წელს გარკვეულწილად გაუმჯობესდა. საქართველოს სამოქალაქო თავისუფლების მაჩვენებელი გაუმჯობესდა და მეოთხედან მესამე ადგილით შეიცვალა იმ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოსწორებით, რომელსაც ქვეყანა 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ წააწყდა. წერია მოხსენებაში. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით არათავისუფალი ტერიტორიების რიცხვშია შეყვანილი
გამოყვანილი რეგიონის ქვეყნებიდან არათავისუფალი სახელმწიფოების კატეგორიაში მოხვდნენ რუსეთი, აზერბაიჯანი და შუა აზიის რამდენიმე ქვეყანა. Freedom House-ის აზრით სიტუაცია გასულ წელს გაუარეს და უკრაინაშიც და ის ბოლო ანგარიშის მიხედვით გამოსულია თავისუფალი სახელმწიფოების კატეგორიიდან. This year we saw some modest improvement. წელს ჩვენ საქართველოში ვითარების გარკვეული გაუმჯობესება დავინახეთ. ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მოწესრიგ და საკითხები, რომლებიც გასულ წლებში წამოიჭრა. მოხარულები ვართ, რომ ცვლილებები შეიმჩნევა. საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ უსაფრთხოების კუთხით გარემო კიდევ უფრო მყიფე გახდა. თუმცა საერთო ვითარების გაუმჯობესებამ ამ საკითხის მოგვარებასაც შეუწყო ხელი. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სმოლენსკის აეროდრომთან მომხდარ ავიაკატასტროფაში რუს დისპეჩერებს ადანაშაულებს. ეჟი მილერის თქმით, დისპეჩერების მოვალეობა იყო თვითმფრინავის ეკიპაჟისთვის დაშვება აეგრძელა, თუმცა მათ მოსკოველ კოლეგებთან კონსულტაციები დაიწყეს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დროული და ადეკვატური ქმედების შემთხვევაში შესაძლებელი იყო ტრაგედიის თავიდან აცილება. ეჟი მილერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პოლონური მხარე საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებს, რომელშიც სმოლენსკის აეროდრომის დისპეჩერებისა და მათი მოსკოველი კოლეგების საუბრის ჩანაწერები იქნება შესული. სახელმწიფოთა შორისმა საავიაციო კომიტეტმა ავიაკატასტროფაზე სრული პასუხისმგებლობა ლეხ კაჩინსკის ლაინერის ეკიპაჟს და მაღალჩინოსნად დააკისრა, რომლებიც კომისიის აზრით პილოტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. იაროსლავ კაჩინსკიმ საგამოძიებო კომიტეტის საბოლოო ანგარიშს პოლონეთის დაცინვა უწოდა. ბორის ნემცოვს გათავისუფლებაზე უარი უთხრეს. 7 საათიანი განხილვის შემდეგ მოსკოვში ტვერის რაიონულმა სასამართლომ უარყო მოძრაობა სოლიდარობის ლიდერის სარჩელი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ვიდეო მასალა, რომელზედაც ჩანდა, რომ ოპოზიციონერი ლიდერი მილიციას წინააღმდეგობას არ უწევდა, სასამართლომ გადაწყვეტილება მისი 15 დღიანი პატიმრობის შესახებ მაინც ძალაში დატოვა. მოსამართლის ვერდიქტს სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ. პუტინის მომხრე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ადგილზე ერთკაციანი პიკეტიც გამართა, რომელზეც ნემცოვის პატიმრობაში დატოვების მოთხოვნა იყო. სწორედ მასთან შელაპარაკების გამო რამდენიმე საათით დააპატიმრეს სოლიდარობის კიდევ ერთი წევრი ილია იაშინი. უახლოს მომავალში ნემცოვის პატიმრობის კანონიერებას ევროსასამართლო განიხილავს. Совершенно беспрецедентная история. ეს უპრეცედენტო საქმეა, რადგან ცხადია, რომ ის პოლიტიკური დაკვეთის სახეს ატარებს. ასევე ნათელია, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული და სრულიად უსამართლო იყო, ხოლო ხელისუფლება ყველაფრის საქმის კურსში გახლდათ. სინამდვილეში ეს ყველაფერი ხადარკოვსკი ლებედევის საქმის გაგრძელებაა. ისინი არ გაჩერდებიან. Начали как вот они уже дальше не остановятся. Политическим заказом. არანაირი გაანალიზება არ არის საჭირო. საქმე გვაქვს პირდაპირ პოლიტიკურ დაკვეთასთან. არის სრული ქაოსი და ტალღა უსამართლობის, რომელიც უკვე პიკს აღწევს. ყველა მტკიცებულება იგნორირებულია. რა ქვია, ამას უკვე ძნელი საქმელია. კანონი ამათ საერთოდ არ აინტერესებთ. На мой взгляд, было оказано на суд. სასამართლო ზეწოლას განიცდის და რეაგირებს მაღალი თანამდებობის პირების მითითებებზე. მათ ყველაფრის გათვალისწინებაზე უარი თქვეს. მიჭირს რაიმე პროგნოზის გაკეთება. თუმცა ცხადია, რომ კანონი და სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს. კურიერი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდება, დაგველოდეთ. კურიერი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანსში გამოუყო. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და სტრატეგია მოსწოს. სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების საფუძველი, რომლის თანახმადაც საქართველოს 153 მილიონიანი სესხის გამოყენება შეუძლია. განცხადება დღეს მთავრობის ხომის დაწყებამდე პრემიერმა გილაურმა გააკეთა. მისი განმარტებით მთავრობა ამ სესხს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. მინისტრთა კაბინეტმა დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 60 საკითხზე იმსჯელა. ფონდის საბჭო მოიწონა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა 2010 წლის და 2011 წლის მოიწონა შედეგები 2010 წლის ეკონომიკური ზრდის ხაზი გაესვა იმას რომ თვითონაც არ ელოდებოდნენ ასეთ ეკონომიკურ ზრდას 2010 წელში მოიწონა 2011 წლის ბიუჯეტი რომელიც მდგომარეობს იმაში რომ შემცირებულია საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩვენ დავამთავრეთ 2010 წელი 6% და 2011 წლის საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო შემცირებულია და ჩამოყალილია 4.3%-ზე შესაბამისად ამ დასკვნებიდან გამომდინარე IMF-მა დაამტკიცა დამატებით 153 მილიონი დოლარი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყოთ ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ეს დაგვჭირდება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე გიორგი ხაბარელი დააკავეს. გამოძიებით გინდება, რომ ხაბარელმა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ანტვერპენში მის სახელზე გაცემული თითქოს და ბელგიელი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული 2 ყალბი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხაბარელს უფლება ეძლეოდა თბილისში უძრავი ქონება განეკარგა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გიორგი ხაბარელმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ვითომ და ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაცემული 2 ყალბი მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული. გიორგი ხაბარელს აღნიშნული მინდობილობის ძალით უფლებამოსილება ენიჭებოდა განეკარგა თბილისის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე უძრავი ქონება. თაღლითური გზით ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით გიორგი ხაბარელმა გაყიდა 2 უძრავი ქონება 2010 წელს თანადგომისა და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტები დააჯილდოვეს. მედის 30 წარმომადგენელს მადლობის სიგელები და სამახსოვრო პრიზები იუსტიციის სამინისტროს საჯარო და სამოქალაქო რეესტრების ხელმძღვანელებმა გადაცეს. დაჯილდოებულებს შორის რუსთავი 2-5 ჟურნალისტიც იყო. ეს არის ერთ-ერთი უწყება, რომელიც კმაოდ გახსნილი არის ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის. და ძოლით ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე საათით ადრე, ის ჟურნალისტები, ვინც ამ უწყებასთან ინტენსიურად ურთიერთობთ, ასე ვთქვათ, სასიამოვნო რამდენიმე საათი ჩვენთვის გამართეს. ძალიან სასიამოვნო პირველ რიგში ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაშუქებთ პაკეტებს სიუჟეტებს ამ თემებზე, სხვადასხვა რეფორმებზე და სიახლეებზე, რომელიც ამ უწყებაში ხორციელდება, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყურადღებისთვის იუსტიციის სამინისტროს. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ არც ერთ სერვისის დანერგას ფასი არ აქვს, იმიტომ რომ პირველ რიგში ამის შესახებ თქვენ ასრულებთ მოქალაქეებს და მხოლოდ ამის მერე სარგებლობენ ისინი ამ სერვისებით. ამიტომ კარგულად გადაჯაჭვული ვართ თქვენი საქმიანობა ესპანეთსა და მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჟურნალისტების მონაწილეობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი, რომ მათ კარგად გაიაზრონ ის სიახლე, რასაც ჩვენ ნერგავთ ზოგადად და მეორე, რომ სწორად მიაწოდონ ეს ყველაფერი და ინტენსიურად მიაწოდონ ეს ყველაფერი მოქალაქეებს. საჩუქრები მიიღეს წალენჯიხის მжღვნელობა მოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა კომპიუტერები და საჭირო ნივთები ბავშვებს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირის წევრებმა გადასცეს. 50-მდე აღსაზრდელმა სპორტული ტანისამოსი და ინვენტარიც მიიღო. ბავშვთა სახლს საბავშვო ბიბლიოთეკაც გადაეცა. გადავწყვიტეთ ცოტა თანამედროვე და სპორტული ინვენტარი ჩამოგვეტანა და გვეჩუქებინა ბავშვებისთვის. ეს დახმარება შედგა საქართველოს ოფროუდ კავშირის საშუალებით და მონაწილეობა მიიღო ამ დახმარებაში საქართველოს ყველა ოფროუდერმა მთელი საქართველოდან. ბედნიერი ვარო ეს საჩუქარი მიიღო ამ ჩემმა შვილებმა, ჩემმა ბავშვებმა და თვითონ ბავშვებს თვალებში რო ჩახედა უკვე ყველაფერი ნათქვამია, სიხარულიც, სილამაზეც, ბედნიერება, ცრემლებიც და ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ჩვენი წალენჯიხის ბავშვთა სახლისთვის. ფლომასტერები, სახატავები, ყველაფერი მოგვიტანეს, რაც გჭირდებოდა. და დიდი მადლობა ვუხდი, რომ ამდენი საჩუქარი მოგვიტანეს აქ. საახალწლო საჩუქრები ძეგვის წმინდა გიორგის მთაწმინდელი სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის მობინადრეებს დღეს თიანეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის წევრებმა დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში საკვები პროდუქტები აიტანეს. ამ ეტაპზე ცენტრში 60 ადამიანია, მათ შორის 16 არასრულწლოვანი. თიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის დახმარებას და მომარაგებას მომავალშიც გააგრძელებენ. ცეზარ ჭეჭელის ხელმძღვანელობით ყოველთვის გვერდზე ვდგევართ, მოგვაქვს ამ შემთხვევაში საჩუქრები მოვიტანეთ სახელმწიფო წინა სახელმწიფო მოვიტანეთ ახლაც მომარაგეთ და ვფიქრობთ რომ ჩვენგან ესენი არ იქნებიან მიტოვებული არც ოჯახები და არც ის ბავშვები, რომლებიც აქ იზრდებიან. უზომოდ მადლიერები ვართ მცხეთის ადგილობრივი მმართველობის. იცით, არათუ ხშირად შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ძალიან ხშირი ურთიერთობა, არა მოსვლით მხოლოდ ხშირად ვაწუხებთ, როცა რამე გჭირდება. მადლობას ვუხდი მცხეთის გამგეობას საკრებულოს, რომ ზრუნავს ჩვენზე ისეთ ადამიანებს, ვიზეც მართლა ჭირდება დახმარება. აღმოჩენა ხობისწყლის ტერიტორიაზე პირველ ხორგაში ჩარგაზავების ოჯახმა მიწის დამუშავებისას 200 ლიტრიანი ქვევრის ფრაგმენტს მიაკვლია. სპეციალისტები 2 მეტრი რადიუსისა და 1 მეტრი სიგრძის ჭურჭელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდს მიაკუთვნებენ. ქვევთან ერთად ნაპოვნია ბრინჯაოსა და თიხის სხვადასხვა ნივთებიც. ეს ხობისწყლის ტერიტორიაზე უნიკალური უძველესი ნივთების პოვნის პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის კოლხური, როგორც ბრინჯაოს ხანის, ასევე გვიან ანტიკური, ადრე ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, ანუ მრავალფენიანი კულტურულ ნამოსახლართან გვაქვს საქმე. ნაპოვნი იქნა ქვევრი, დაახლოებით 200 ლიტრის ტევადობის. გვაქვს იმედი, რომ უფრო მეტ აღმოჩენებთან გვექნება საქმე.
12 სახარებიდან ერთ-ერთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში მიაბრძანეს პატრიარქის ინიციატივით სახარების ორიგინალი 1986 წლიდან 2004 წლამდე იწერებოდა. გასული 2 საუკუნის განმავლობაში ეს პირველი ხელნაწერია, მისი 12 ასლიდან ერთ-ერთი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრია. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადებიდან 75 და ტახტზე აღთაყრებით 30 წლის თავისთვის გამოცემული და იმ სახარების ასლი არის 12 წელი შეიქმნა და ჩვენ სურვილი გვაქვს რომ გადაეცეს ხელნაწერთა მუზეუმს. 12-თა შორის ერთ-ერთმა სახარებამ ეროვნულ ხელნაწერთა ცენტრში დაიდო ბინა. მე მგონია რომ იმ განძს, რომელიც არის ჩვენი ერის, წარსულის, მომავლის განძი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა უნდა შეგროვდეს ეროვნულ ხელნაწერთა ცენტრში. საჩუქარი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დღეს მიიღო, საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა ვიქონიოთ ამ წიგნის ხელოვნების დონეზე და საკმაოდ დამაიმედებელია სიტუაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე აღორძინდება ის დიდი კულტურა, რასაც ქართული ხელნაწერი ჰქვია. 2010 წლის ყველაზე მაღალ ბიუჯეტიან კინოსურათს ქართული კინომოყვარულებიც ნახავენ. ჯოზეფ კოსტინსკის გახმაურებული სამგანზომილებიანი ფილმის ტრონის პრემიერა კინოთეატრ ამირანში დღეს გაიმართება. უმაღლესი ტექნოლოგიის, ვიზუალური ეფექტების, ჰოლივუდის მსახიობების თანავარსკვლავედის და ფანკის მუსიკის ერთიანობით შექმნილი ახალი კინოფილმის პირველ მნახველებს კინოთეატრი სიურპრიზად უმზადებს. პრემიერაზე მისულ სტუმრებს რუსთაველი და ამირანი ტრონის სწავლებაზე კლუბ გურულში ეპატიჟება. პრემიერა გაიმართება საქართველოში კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში. საკმაოდ გამორჩეული ფილმია ამ წლის, ვინაიდან ასეთ ახალ საფეხურზე ავიდა სამგანზომილებიანი სურათი ზოგადად, მისი განვითარება ფილმი მოგვითხრობს ვირტუალური რეალობის შესახებ, აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა, ესეთი ანალოგები ამ ვირტუალურ სამყაროს არ აქვს. ფაქტობრივად ვითარება ხდება რაღაც მცირე კომპიუტერში, მის შიგნით, ასე ვთქვათ, ფილმი არის ტექნოლოგიურად ძალიან გამართული. ცეცხლოვანი შოუ რესტორან თუსაეთში ძველით ახალი წლის ღამეს კლუბში ბრაზილიელ მოცეკვავებს უმასპინძლებენ. პერეირას შოუ ცნობილი ბრაზილიური მუსიკალური ჯგუფია, რომლის 5 მონაწილე უკვე თბილისშია. საათნახევრიანი პროგრამის განმავლობაში სტუმრებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ. სტუმრები არიან ბრაზილიის კარნავალის მოცეკვავეები, პერეირას შოუს წარმომადგენლები, 5 მოცეკვავე. შოუ გაიმართება თუსაეთში, სტუმრებს ერით დაუვიწყარი საღამო და ბევრი სიურპრიზი. ჩვენ სპეციალურად ამ კარნავალისთვის ჩამოვედით ევროპაში ტურნეს ვაწყობთ. საქართველოში პირველად ვართ და ძალიან მოგწონს აქაურობა. ყველას გირჩევთ რომ ამ შოუს დაესწროთ. ჰილარი კლინტონის ისტორიული ვიზიტი იემენში კურიოზით დასრულდა. ქვეყანაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. თვითმფრინავში ასვლის დროს ჰილარი კლინტონს ფეხი დაუცდა და წაიქცა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა ოპერატორებმა გადაიღეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა წამოაყენეს. აღსანიშნავია, რომ იემენში 1999 წლის შემდეგ არც ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი არ ჩასულა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. კურიერი პირდაპირ ეთერში დღის მთავარი გამოშვები 9 საათზე დაბრუნდება. ნახვამდის.